დღეს საოცარი დღე ამზიანი ხო მომიტანა მელოდიანი. ნახეთ პატარა თუთიყოში როგორ გარინდებულა გალიაში. მას საერთოდ არ მოსწონს იქ ყოფნა, მაგრამ რა ქნას. იგი ცოტა ხანში გაიგუდება, როდესაც ჩართავენ კარმას. ვიღაცას სასწრაფო მიუვიდა სახლში, ვიღაცა იმდენს ჭამს, რომ კანში ვეღარ ეტევა. აი ესეთი უცნაურია ცხოვრება. შემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით. აი ესეთი ლამაზი შემოდგომაა თბილისში. შემოდგომა რა, თითქმის ზამთარი მოვიდა უკვე. ხვდებით არა? 23 ნოემბერია. გიმოცავს ყველას გიორგობას, მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, მუსულმანებს. ნახეთ რა საოცარად ლამაზი მუხის ფოთლები ყრია. აბა თუ გამოიცნობთ სად? მუხიანში რა თქმა უნდა იდიოტებო, რა გჭირდა? ვინმე სჯერა რომ 23 ნოემბერია? გარეთ საკაიფო თბილა. სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომის დროს აქ შეიკერა გერმანელი ჯარისკაცების ფორმები. ის ტყუილია რომ ამბობენ, ბოსი უკერავდაო. არა, მეგობრებო, მუხიანში არის შეკერილი მეორე მსოფლიო ომში და ფორმებიც ეცვათ გერმანელებს დამიჯერეთ. კი, მაგრამ ეს ვინ არის? ეს ძალიან საყვარელი მტრედია მე მგონი, ხო? ცოტა წესიერად მოიქცეს, უბრალოდ გააფრთხილეთ, ძალიან მომწონს. ულამაზესია. თითქოს ჩირგვში ზის. აი მეორეც დავინახე, ნახეთ, მეორეც არის. სცივად ამ საწყლებს, სცივად. ზეზვას კორპუსები როგორც ყოველთვის მარადისობას განასახიერებს. სად იყო მეგობრებო? სად იყო პირამიდები, როდესაც ზეზვას აშენებული კორპუსები მარადისობას ერწყმოდა? აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ბოლოდროინდელ ბენზინის ფასებს. თქვენ თვითონ მიხვდებით ალბათ ფასების მიხედვით, რომელი არის რეგულარი, ანუ ნაგავი, რომელი არის საშუალო და რომელი არის საუკეთესო. საქართველოს ნაკრებს ყველაფერი ეკუთვნის. მან დაიმსახურა მეგობრებო ის, რომ ჩვენ ყოველ თამაშზე ფეხზე წარმოვუდგეთ და ჭეშმარიტად ვაქოთ ისინი. განსაკუთრებით მერაბ მამარდაშვილი. განსაკუთრებით რა ვიცი, რომელი ერთი გამოვარჩიო უბრალოდ სახელები და გვარები არ მინდა რომელიმესი გამომრჩეს. ხო ხვდებით არა? ვიღაცის ქელეხია, ხალხი იქეიფებს. აი ნახულება ამ ხალხს. იდით. აბა წარმატებებს გისურვებთ მე, ჭაბუა ამირეჯიბი და გრენდაიზერი, როგორც ყოველთვის.